What's up YouTube? Salami ყველას, ვინც უყურებს ამ ვიდეოს. მოკლედ დღეს იქნება პოდკასტი ბიჭები უფრო მიძღვნილი, ესე ვთქვათ, საპლემენტების, საკვები დანამატების ფაქტიურად და გზად კიდე რა თქმა უნდა ბოლოში რამოდენიმე კომენტარს ამოვარჩევ და თქვენს კომენტებს ვუპასუხებ. მოკლედ მიახლოებით იქნება ალბათ ერთი 10 დღე. რაც Mystic Shop-ი ფაქტიურად განახლდა მუშაობის ვარიანტში, Direct-ში მოდის ბევრი შეკითხვები ფაქტიურად დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ტესტოსტერონთან და თან სიახლეებს, რომელსაც ფაქტიურად ჩვენ გვაქვს რაღაც გარკვეული სარმები და სარმებზე ფაქტიურად ყოველთვის ხშირი შეკითხვა არის ის, რომ რომელი კომბინაცია არის ყველაზე ძლიერი, ყველაზე ეფექტური. მაგ კომბინაციას ფაქტიურად შევეხები, ლაითად გავირბენ და შევეხები კიდე დღეს ლაითად RAD 150-ზე. ხა ყოველს გექნებათ ეგ გაგონილი, ფაქტიურად კლასიკური RAD 150-ის, ესე ვთქვათ, შეიძლება ითქვას უფროსი ძმა. მაგაზე ვიტყვი ძალიან ლაითად და ვიტყვი ლაითად ძალიან ტესტოსტერონის ფაქტიურად სცენარეებზე, როგორც არის ვთქვათ, ევრიკომა ფათოგია, რა ვიცი, მაკა, შილაჯიცაც დაჟე რაღაცა გარკვეულ ტესტოსტერონის დამბუსტავ ეფექტებს უწევენ ზოგადად და ამ აქცემას შევეხები. ვიტყვი მოკლედ როგორ სიტუაციას ფაქტიურად. ყველას გარკვეულად ფაქტიურად რო ვთქვათ, რაღაცა ყველაზე ძლიერი კომბინაცია სარმების, მე ალბათ ყველა მაქვს გასინჯული. ექსპერიმენტებით დოზირებების ბევრი მიცდია. ალბათ ყველაზე უნდა ხვდებოდეთ იმ სიტუაციას ბიჭები, რომ რასაც თქვათ ფაქტიურად რამე ძლიერი ეფექტი აქვს, მე შესაბამისად მე აქვს რაღაცა გარკვეული სუსპრესია LH-ის, მანხორიაზე არა და FSH-ის და კიდე გარკვეული რაღაცა უფრო მსგავსი ეფექტები, ანუ რომ ვთქვათ პლუს მინუს ყველა სარმი გავს ერთმანეთს. უბრალოდ ყოველთვის მნიშვნელობა აქვს ალბათ მილიგრამობის დოზირებას, აი რო ავიღოთ ვთქვათ უხეშად ლიგანდროლი 10 მილიგრამი, მსგავსი მიახლოებით ეფექტი რომ მივიღოთ ვთქვათ უნდა მივიღოთ მაგალითად რადარინ 15 მილიგრამი. თუ მივასაუბარი მაგალითად თქვათ უფრო light რაღაცა ეფექტზე, აი 10 მილიგრამი მაგალითად ლიგანდროლი უდრის მიახლოებით 50 მილიგრამ ეს ოთხსანდარინს. ანუ ისე და ისე დოზირებას აქვს მნიშვნელობა. დაჟე რა ვიღოთ თქვათ აი კლასიკური AC რაც არის 262 თუ არა ვცდები. მაგას აქვს ძალიან მაქსიმალურად ისეთი სუმუქი ფაქტიურად ეფექტი და მაგანაც რომ მსგავს ეფექტი მოგცეს როგორც თქვათ კლასიკური ლიგანდროლი მივიღოთ მიახლოებით 20. შეიძლება 25 მილიგრამი. აი მე მაგალითად ახლა უბერავ ექსპერიმენტი მაქვს ჩემი, სოლო მარკეტ ტესტი მაქვს. რასაც ქვია სუფთა T1, ანუ ჰორმონშეცნო თერაპიის პონჩი, არავითარი ბევრი დოზები არა მაქვს, 120 მილიგრამი უხეშად კვირაში და ACP მაქვს 105 7, ანუ 7 მილიგრამს ვიღებ, ანუ გამოდის 21 მილიგრამი. ვიტყვი როგორ სიტუაციას. უბერავ ერთი ალბათ უხეშად იქნება. ერთი ორი კვირაც არ იქნება ალბათ 12-13 დღე. ფიქრობ დოზირება მინდა ავწიო და მივხვდი როგორ სიტუაციას. ვაფშე ყველაფერი მოვიღე. და ოქსანაც ვაფშე აბსოლუტურად ყველაფერი და ვიტყვი როგორ სიტუაციას ფაქტიურად რომ სუფთა ხორცის მხრივ არის ეგ სარმი და ურბილესი არის. ურბილესი ვიტყვით რომ რაც უწერია ფაქტიურად LH-ის სუსპრესია აქვს ძალიან დაბალი, ღვიძლი დატვირთვა ვაფშე არ აქვს. კალორიულ ჯგუფს ფიზიოლოგიაზე ვაფშე არ მოქმედებს. ლაითი პონტია. ამიტომ თუ თქვათ ვიტყვით რაღაცა თქვათ რომელიმე სარმს დოზირებას აქვს დიდი მნიშვნელობა და დავაიტოგებ როგორ პონტს ვიტყვი. ალბათ ყველაზე ძლიერი, რასაც ვქია და ყველაზე ეფექტური ალბათ იქნება კომბინაცია აი ლიგანდროლის და S23-ის. ალბათ ეგ არის აი კლასიკურად რაც არის ახლა აქ არის 10 მილიგრამის ფაქტიურად და დამილევია ეს აი სრაზუ მიახლოებით 1-7 დღეში უკვე იგზნობა რომ რაღაცა ხოთზე მოდიხარ. განსაკუთრებით ძალაზეც იგზნობა ეს. თუ ადამიანი ახლა ლოგიკურია ვარჯიშობს ძალაზე უფრო მოდის რაღაც გარკვეული პროგრესი ძალაზე, მნიშვნელობა აქვს ფაქტიურად თქვენში რაღაცა გარკვეული ისეთი ბალანსი ანაბოლური და აზოტის რაღაც ბალანსი როცა მიდის თქვათ რაღაც დადებით ხარეს, აქტიურდება თქვათ გარკვეულად ემტორი. მნიშვნელობა აქვს მაგ მომენტში როგორი კუთხით ვივარჯიშებთ, ანუ როგორც კიდე რაც კიდე არ მივიღოთ, თუ ვიწექით დივანზე პროგრესი არ იქნება და თუ ამების მიღების პროცესში უფრო გაქვთ ხორცი პრიორიტეტში, აკეთებთ ჰიპერტროფიულ ვარჯიშებს. თუ უფრო გინდათ თქვათ უფრო რაღაცა თქვათ ძალისმიერი ვარიანტები, ადიხართ მაღალ პროცენტულობაზე აკეთებთ ნაკლებ გამეორებას. უბერავთ ძალას. მოდის შესაბამისად მაგაში პროგრესი. ეს არის ალბათ ყველაზე ძლიერი რო თქვა. ჩემთვის ყოველთვის მithქვია რომ ფავორიტული, რა თქმა უნდა, იქნება S4 რო იძლევა ჭლეხორცს ფაქტიურად და იძლევა რაღაც გარკვეული რეკომპოზიციის ვარიანტში ყველაზე იდეალური არის. ყველა სარმი მე მევასება იმ პონჩი რომ ფაქტიურად
ყველა ეფექტური გააჩნია დოზირებას და ყველას აქვს რაღაცა გარკვეული სხვადასხვა რაღაც პატარა პლუსები. ეს 23 კიდე გამძლეობას მატებს. რაც შეეხება თქვა აი რადარის აი ფეთქება ძალას მატებს. კიდე ვიტყვი როგორ ნიუანს. აი რადას 50 მიჭირავს ხელში ფაქტობრივად. რა ნიუანსი აქვს ამას? ანუ რო შევადაროთ კლასიკურად რადას 40-თან, ის არის ალბათ უპირატესობა, რომ ცოტა ძლიერია უფრო. ანუ რა ვიყო თქვა მაგალითად აი 7 მილიგრამი 10 მილიგრამი კლასიკური რადას 40 შეედრება ფაქტიურად ძალის რაღაცა გარკვეული ესეთი შეფარდებით შეიძლება ითქვას. დანარჩენი კლასიკა ზრდის ფაქტიურად ჩვეულებრივ კუნთოვან მასას, მშრალს და რეკომპოზიციაში ეხმარება. ნიუანსი კიდე ის აქვს, რომ ხანგრძლივი მოქმედება აქვს, ანუ შეიძლება დაილიოს დღეში ერთად თავისუფლად. ანუ პროლონგირებული მოქმედება აქვს. ანუ რადარინზე უფრო გრძელად მოქმედებს მიახლოებით თუ არა ვცდები მიახლოებით 4-6 საათით უფრო ხანგრძლივად რჩება სისხლში. ეგ მოქმედება აქვს ფაქტიურად მეგობრებო და ამ სიტუაციაში შევეხე. რაც შეეხება ლაითად თქვათ აი ტესტოსტერონის რაღაც გარკვეულ სცენარებს, ყველაფერი ეს კაი. ახსნე როგორ ნიუანს. ბევრს გონია რატომღაც რომ ტესტოსტერონი ასოცირდება საზუ ლიბიდოსთან. არა ისე მასე, ჯერ ახსნე იმ სიტუაციას, რომ თუ მივასაუბარი პერფორმანსზე, ალბათ გაგებული გექნებათ, რომ ხშირად თქვათ, აი გინას ტაისონი იძახოდა ხოლმე რომ თავს იკავებდა თქვათ ჩხუბამდე, რავი, 2 კვირა, 3 კვირა, 1 თვე. რეალურად მასე არის, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს სექსუალური გარკვეული რაღაცა აქტიურობა performance რომელიც ჩვენ გვჭირდება თქვა რაღაც სპორტული მიღწევებისთვის მაგას აქვეითებს. რაც შეეხება ამ სცენარებს ფაქტიურად ბევრჯერ მითქვია რომ აი ტესტოსტერონი თავისუფალი არის, საერთო არის. ესენი უფრო მეტწილად ვიტყოდი როგორ ნიუანსს. ესენი ცოტა ბუსტავენ LH-ს, ეგ არის ერთი ნიუანსი. და ვიტყოდი უფრო როგორ სიტუაციას ფაქტიურად. მაღალი ლიბიდო, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ კაი პერფორმანსი გექნებათ თქვა რაღაცა გარკვეულად სპორტში. მაღალი ლიბიდო ერთი კუთხე არის და ეგ არის უფრო ფსიქოლოგიური მომენტი თქვენს სექსუალურ პარტნიორთან, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველთვის ქალს. და პარტნიორს ვინყავთ გვერდით, იმიტომ რომ ფაქტიურად ალბათ აი ფსიქოლოგიის ამბავი არის მიახლოებით 1.80%, რაც შეეხება უფრო ლიბიდოს, ანუ გინდოდეთ ფაქტიურად აქტიურობა იმ ქალთან, ვისაც თქვენ ხართ და ეს ყველაფერი ფაქტიურად აი რაც არის თქვათ აი კლასიკურად თქვათ აი ტონკატალი, იგივე ევრიკომა, თქვათ ფადოგია, აი ავიღოთ კიდე მაკა, ავიღოთ კიდე თქვათ კლასიკურად შილაჯი კაი არის. ესენი კარგად ბუსტავენ უფრო ვიტყვი ლიბიდოს და ხშირად არის ხოლმე ისეთი ნიუანსი კიდე რომ ამების მიღების დროს ცოტა თითქოს რაღაცა აი უფრო ენერგიული ფონი მატულობს, უფრო თავს გზნობ უფრო რაღაცნაირად კარგად. ეს ეფექტი რეალურად აქვს. ბევრჯერ მითქვია ვთქვათ, რომ აი კლასიკური თქვათ, რომ იყოს ტრიბულუსი არის სუფთა უფრო ლიბიდოს ვარიანტი, აი პერფორმანსის კუთხით და რაღაცა მაგისგან დიდ არაფერს არ ელოდოთ. მაგრამ ახსნე როგორ ნიუანს, კომბინაციას ყოველთვის მიშლობა იტყოდი რომ why not შეიძლება რომ კაცმა მიიღოს, მაგრამ ისევ და ისევ ყოველთვის ვიტყვი როგორ ნიუანს. ყოველთვის ბაზა იქნება ნორმალური LH-ი, უნდა იყოს თქვენ ანუ გიპოფიზი უნდა იყოს გააქტიურებული, ანუ გიპოფიზი არ უნდა ქონდეს მძინარე, რადგან გიპოფიზიდან მიდის სიგნალები ფაქტობრივად კაკლებში, რომ წარმოიქმნას ნორმალური რაოდენობა ტესტოსტერონი. და დიდი მნიშვნელობა აქვს ფაქტობრივად კიდე კაკლებს. ნუ ეხლა როგორც გინდა არ გავაჭიროთ საქმე, ეგ არის ყოველთვის გენეტიკა, ვიღაცას ბუნება მისცა ნორმალური ტესტოსტერონი, ვიღაცას თქვათ ბუნებამ არ მისცა. ხო, რაღაცა ჩვენ შეგვიძლია რაღაც ვარიანტები ბუსტოთ, რაღაცები თქვათ ვეცადოთ ბუნებრივი რაღაცა შველებებით, მაგრამ ყოველთვის მაინც კომბინაცია ქორინილ გონტროპინის და სერმსების, ანუ კლომიდი, ენკლომიდი, ფარესტონი და შეიძლება ტამოქსიფენი. მაგების გარეშე ჩვენ ვერ წავალთ და როგორც თქვათ რაღაცა გარკვეული დამატებითი ბაზა, მე მარტო ზაავარ მსგავსი სცენარების კომბინაციაში, პროსტო უბრალოდ ისეთ სიტუაცია არის, რომ დოზირებებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რაც თუ წერენ კლასიკურ დოზირებებს, რომ 500 მილიგრამები და 700 მილიგრამების მაქები და ისინაც აი წერია ფაქტიურად უკან. ყველა მწარმოებელი მაინც თავს იზღობს რაღაც გარკვეული საიდ ეფექტების გამო. ეუწერია რომ მიიღეთ ერთი კაფსულა, დღეში 1-დან თუ 3-ჯერ. ერთი კაფსულა 500 მილიგრამი. მაქა შეიძლება რომ დაილიოს თავისუფლად დღეში, რავი, 2 და დაჟე მიახლოებით 2.5-3 გრამიც. მეტი ბუსტი მოვა ფაქტიურად. ამიტომ კი მე ამების მომხრევა შეიძლება რომ დაილიოს, ნაღდათ არაფერს არ გავნებთ. და ზოგი დაჟე ვთქვათ რაღაცნაირად თავს გზნობს უფრო ენერგიულად, როგორც თქვი, ამების მიღების შემდეგ. ნიუანსი ყველაზე მთავარი ბიჭები. ყოველთვის ვიტყვი დისკლეიმერს.
ჩემი ვიდეოები რაც არის ფაქტობრივად რეკომენდაციის რაღაცა ის სარმების რაღაც ვარიანტები, რეკომენდაციის ეგ ვარიანტები არ არის. მინდა თქვა რომ მე ფარმაკოლოგიაზე ვლაპარაკობ, გათვით ცნობიერებით მიზნით ვიღებ. მინდა რომ ხალხი მაქსიმალურად გავანათლო და ქონდეთ ნორმალური რაღაც წარმოდგენა იმის, რაც მე გავიარე ფაქტობრივად ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ ჩემი გარკვეული რაღაცა self რაღაც გარკვეული კვლევების ასე შეიძლება ითქვას. ეს არის ესე იგი ლაითად შევეხე Mystic Shop-ში ფაქტობრივად მეგობრებო, რაც შეეხება თქვა გარკვეულად რა ვიცი დაჟე გვაქვს Sloopy გვაქვს ბამი, გვაქვს უამრავი ნოოტროპი, რა ვიცი, გინდა მემოძებნეთ, გინდა Facebook-ში ნახეთ Mystic Shop-ი. აქაც ფიქრობ ლინკს ჩავაკრავ. ეგ არის ახლა ფაქტიურად გადავხედო შეკითხვებს და რამოდენიმე შეკითხვას უეჭველად გიპასუხებთ და ფაქტიურად ცოტა აირდაირია აქ პოდკასტებში შეკითხვები, მაგრამ მიხვდებით ფაქტიურად ბიჭები და თან ახლა შეკითხვასაც წავიკითხავ. ძალუკა ვაჟა ტირე 1-4 ფე. მოკლედ გამარჯობა გიო შენ პოდკასტში იმედია მალე იქნება ვიდეოს დასწრეში კრის ბამსტეტი ან რამონ დინოზავრ განიხილო თუ შეგიძლია რომ გაგვიზიარა როგორი შევეცლება გაქვს მაგაცზე. ამაზე ვიტყვი როგორ ანუ უზომოდ დადებითი მაქვს რადგან თვითონ ბამსტედი ფაქტიურად მიკვრია ჩემი დარბაზის წინ ბამსტედის ესე ვთქვათ გულშემატკივარი ვიყავი ყოველთვის რაღაცა სიმპათიით ვიყავი მაგ ესე ვთქვათ შეიძლება ითქვას ნუ სპორტსმენი თუ რა ვიცი უკვე ფაქტიურად კლასიკ ფიზიკის ლეგენდა ეგ გამოდის იმიტომ რომ მაგან ფაქტობრივად დაიწყო რა კლასიკ ფიზიკის ფაქტობრივად ერა ну красавчики ეტოქში რა ბამსტედი მანდ ახლა ბაზარი არ არის და რაც ახლა ხვდებით მაგას ქონდა პოტენციალი და მაგას ქონდა რესურსი კიდე მიახლობით რა ვიცი 2-3 წელი მაინც ყოფილიყო ნუმერო 1 მაგრამ როგორც მე ხვდები მაგას ადრე ქონდა პრობლემები რაღაც ჯანმრთელობის და აიჩია უფრო სწორი გზა როგორც გააკეთა მეტ ფრეიზერმა ფაქტიურად იმიტომ რომ თქვენ ხვდებით რომ პროფესიონალური სპორტი ეგ არ არის ჯანმრთელობა და თავარია ყოველთვის ყველაფერში ვიტყვი ერთ ნიუანსს რომ ალბათ ყველაზე თავარი ის არის ცხოვრებაში რომ სწორე მომენტში შეჩერდე და არ გადაყვე ფანატიზმს, ანუ ყოველთვის დაპაუზდე იქ, სადაც რეალურად საჭიროა, იმიტომ რომ რაც გინ არ გავაჭიროთ საქმე, ყოველთვის ყველაზე მთავარი პრიორიტეტული იქნება ჯანმრთელობა, ანუ რასაც მე ფაქტიურად ამ პოსტებს ვწერ და რაღაცა მინდა რომ ხალხს მაქსიმალურად ქონდეთ ჯანმრთელობა, ეგ არის ნომერი 1 რა და მაგას ქონა პრობლემით ირკვინებზე, თან ხვდებით რომ იქ ციკლები იქ არ არის, იქ TRT და რაღაცა სარმებით მაიმუნობა, იქ არის ნორმალური ციკლები და ეგ ჯანმრთელობაც ვეცი არა. მაგან შეეშვა და რა ვიცი, რამონ დინომ დასახურებულად მოიგო ეს ოლიმპია. დაიმსახურა მაგ ბიჭმა. ყველა ფაქტით მანდ ვიც არიან, ყველა მაგრები არიან ძალიან და უზომოდ დადებითად ვარ განწყობილი ორივეს მიმართ. მეორე, ერთი კაი შეკითხვა კი მაქვს. რომ არ იცის, რა მოგეხსნა, რატომ არ შეიძლება კლუბის დალევა სარმებთან ერთად. კაი შეკითხვა არის, bro, აი წუთი. ეხლა გეტყვი როგორი შარც ყველაფერი შარც გაყობა, ხო? თუ კიდე არის რაიმე ნიუანსი. არა, საერთოდ სარმების აი სელექტიური მოდულატორები, ანდროგენული რეცეპტორების ან უფრო ფაქტიურად შინაარსი ეგენი რო იქმნებოდნენ, ეგენი იქმნებოდნენ უფრო იმ კუთხით, ვინც თქვათ აი იყო ნაოპერაციებელი, ვინც იყო უფრო თქვათ აი მოხუცი რომ ანუ ფაქტიურად მაგათ მექანიზმი იმ კუთხით იყო მოგონილი, უფრო სელექტიურად უფრო დაერტყა მოქმედება აი კუნთმომქსოვილებში, ანუ არ შეხებოდა თქვათ არც გიპოფის, არც თქვათ პროსტატას მაგათი მოქმედება რა. მაგ შინაარსით წავიდნენ მაგის შექმნით, იმიტომ არის ეს სარმები ჩემთვის უფრო საინტერესო, რომ აი სხვანაირი ბევრი გარკვეული ესეთი დამალული პოტენციალია მათში რა და ახსენ როგორ ნიუანს, თორემ ეგ ვერ გამოვიდა. იმიტომ რომ თქვათ, აი კლასიკურად რო ვიღოთ თქვათ სტერიკები, აი რო ვიღოთ უხეშად ოქსანდროლენ ტურინაბული, უხეშად 2 კვირის შემდეგ, 3 კვირის შემდეგ მიღებისას LH და FSH ჩაწოება 0-ში, ანუ ჰიპოფიზი ფაქტიურად დაიძინებს. ანუ იმიტომ რომ მე ტესტოსტერონის შენი არ გაქვს ნორმაში, იმიტომ რომ ჰიპოფიზი იძინებს რაღაცა გარკვეულ მომენტში, ანუ ხდება რაღაცა გარკვეული ზეგავლენა მასზე. და აი სარმებზე რადგან ეგ გქონდათ უფრო მუღამ ეგ ვერ გამოუვიდათ, ანუ მაინც ეგენი ცოტა შედარებით კლასიკურ სტერიკებთან მაინც აძინებენ გიპოფის, უბრალოდ თქვა თუ ეგ ოქსანდროლონიზას უხეშად 2 კვირაში სარმები ზავენ მაგას მიახლოებით 1 თვეში. ანუ იმიტომ რომ ხომ მე ბევრს ეშინია თითქოს რომ აი ვითომ სარმები შეնում რაღაც კლასიკური ციკლია, არა ესე მასე. მე არ მინახია ჯეჯობით ვაფშე არავინ, ალბათ ერთი მინიმუმი 300-400 კაცი ვიცი ვინც იღებდნენ სარმებს უხეშად 2 თვე და LH FSH 3 კვირაში, მაქსიმუმ 1 თვეში. ჩვეულებრივ ნორმაში მოსდიოდა ტესტოსტერონი მოდის ნორმაში და აი 2 თვე თქვა კლასიკური ციკლის მიღების შემდეგ ზოგს ისე ყოფილა რომ მე თქვა გამოსვლა გასწელვია მიახლოებით 1-3-4 თვეს და 6 თვეს დაჟე ყოფილა მასი ნიუანსები რა. იმიტომ რომ ეს ყველაზე ლაითი პონტიში დარებით. თან ახლა თუ შევეხებით მაგალითად სარმებს AC 262-ს ACP რაც არის ეს 105 თქვა რავი კლასიკურად S4 ვაფშე მინდა ბეიბი ვარიანტია და აი გამოდის როგორი თემა ხო და კლუბთან დამატებით. მე ადრე მქონდა ექსპერიმენტი ფაქტიურად და არა
იყო რაღაც მოსაზრება, ერთ მაგარმა იქ იმას თქვა, რომ შეიძლება რომ ფაქტიურად ერთად გამოყენდეს, მაგრამ არა, ეგ არის ერთდროულად გაზის და ტორმოზის დაჭერა ფაქტიურად რა, იმიტომ რომ კლოვიდი ჩვენ ხვდებით, რომ ტიპოფის აღვიძებს, აღაღზნებს, რომ LH FSH აიწიოს ფაქტიურად და წავიდეს სიგნალი კაკლებთან, რომ ტესტოსტერონი წარმოიქმნას ჩვენი ენდოგენული და სარმების მიღებისას ხდება დათრგუნვა, ანუ ხდება რაღაც გარკვეული დისბალანსი. არა ეს ეგ რაციონალური, bro, ამიტომ უნდა ჯერ დაუბერო სარმები, ჩვეულებრივ სარმების სიქს რომ მორჩები, მერე შეუბერო შესაბამისად კლომიდი. აი ეს იქნება მეორე შეკითხვა საინტერესოა, იმიტომ რომ მსგავსი რაღაცა მე მგონი არ მიპასუხია. ზაღლუკა გიორგი ელიკაშვილი, გიორგი კითხვა მაქვს იქნება შენ პოდკასტში მიპასუხო ალკოჰოლს, სვავთ რომეოს ხინკალს პელმენს, მერე კუჩი გასვლა მიჭის, რამდენიმე დღე რისი ბრალია. ბრალია იმისი bro, რომ შენი ფერმენტატული სისტემა მაგ ფაქტიურად ჯადოსნურ კომბინაციას ვერ ერევა. და ხდება მასეთი ბაგი. ნიუანსი როგორი შეიძლება გააკეთო? რასაც ფიქრობ ახლა ფაქტიურად ხელთ ვედიშოვი შენ ახლა მაგის გამოწერას თვეჩი არ დაიწყებ. ყველაზე ნაღდი ვარიანტი რაც არის შეგიძლია რომ თქვა მასეთი თუ რა ვიცი, არ ყვებას თუ რავი, ასე მიდიხარ თქვა. მოსალხინათ ესე ვთქვათ, წაიღო ბლომად ფერმენტები. რა ვიცი, გინაც კლასიკური მეზიმფორტი, გინაც ავი ფესტალი იყო, მიიღო მიახლოებით მინიმუმი 2 მეტი რაოდენობა. ეგ არის პირველი ნიუანსი. მეორე უფრო კაი ნიუანსი იქნება წვეთში, რომ მასეთ რაღაცას ვთქვათ, რომ არ გაიჭედოს ეს ვარიანტი რა, კუჭნაწლავში შეიძლება გააკეთო ყველაზე კაი ვარიანტია შეიძლება გააკეთო ბეტაინი, დაითრიო ვთქვათ და ბეტაინი პეპსინია, ეს არის ის გარკვეული დანამატი ბადიში გადის ფაქტით, რომელიც მონელებას მაგრად ეხმარება. მე მაგალითად ჩემს ბიჭებს ყოველ ვინცაც მომატება უნდა და რაღაც და ბევრს ჭამს, აი მაგალითად 5-6 კალორიაზე ზევით ავდივართ, მაგას ხომ ევალევინებ ჭამის წინ მაგალითად ლუჩი ხონდე, კაი რაღაცა არის. ძალიან მაგარი კიდე ბრომელაინი, მაგრად ეხმარება მონელების ვარიანტში, ეგ არის იგივე, რო ითქვას, ანანასის ვარიანტი. მაგას ახლა ცოტა ისეთი პონტი გამოდის, ანუ მე გირჩევ როგორ ვარიანტს, ფერმენტები იხმარო, პირველი, ეგ ერთი. მეორე ნიუანსი ხარ რას ვთქვი ბეტაინის ვარიანტი შეიძლება ვთქვათ მაგის შემდეგ უბრალოდ აი წვეთში არ იქნება ცუდი რამე მჟავე გინდა მანდარინი გინდა კივი გინდა ფორტოხლის წვენი გინდა ვთქვათ ანანასი თუ არის საშუალება თუ ვთქვათ ეგეც ვთქვათ კაროჩი რაღაც ისეთი პონტი არის შეიძლება როგორი ვარიანტი მაგნეზიუმის როგორი ფორმა დაითრიო ოქსიდის ფორმა დაითრიო და დაუბერო გინდას 1 გრამი იხეთქო ეგეც დაგეხმარება თუ არა და ყველაზე ნაღდი ახლა ესეთი პონტი ხო არა გაქვს შენ სისტემატიურად რა ალბათ რავი მაქსიმუმი ეტკვირაში უხეშ 4 დღეში ერთხელ დაითრიო აფთიაქში პიკოლაქსი ქვია პიკოლაქსი ფაქტობრივად მაგნეზიუმის სულფატია თუ რაღაც მსგავსი ფორმა არის რომელიც წვეთში დაგეხმარება ბრო იმიტომ რომ აი კუჭ შეკრული სიარული რამოდენიმე დღე წვეთში ცუდი არის ამიტომ აი ეს რეკომენდაციები გააკეთე რაც თავიდან გითხარი ეგ არის სულფა ბიოჰაკინგი და თუ ეხა ბოლო ისარი ადექი და პიკოლაქსი დალიახონდა ეგ ასე ფუცებ დავაყოლე ფაქისე იგი ამეებსაც ზაღლუკა ვაჟა ეს შეგითხომოთ გიო კალორიების დეფიციტში დროს აშობა რო ვართ და ყובה 100% დალაგებულია რამდენად მოსულა კოკოლის ზეროს დალევა რამდენ შეგვიშლის ხელს მე ვფიქრობ რო არა გაშალე ცოტა ეს თემა ჯიგარი ხარ უყურებ როგორი სიტუაცია არის ფაქტიურად შეგიძლია დალიო პროსტა როგორი ნიუანსი აქვს ანუ კალორიებს რა შეიცავს იყო ერთი მოსაზრება გარკვეული საერთოდ ზოგადად რომ რაღაცა გარკვეული აი ტკბილის შემდეგ ინსულინის პატარა პიკები ხდება მასე პატარა პიკები ინსულინის ხდება даже ნებისმიერ ჭამის დროს მაგრამ ვიტყვი როგორ ნიუანსს ფაქტიურად ყოველთვის იქნება პირველ რიგში მაინც წონწყლების პერიოდში იქნება კალორიების დეფიციტი ანუ შეიძლება რომ даже ადამიანმა წონა დაიკლოს даже ზეფირის ჭამოს ყოველთვის და დაიკლოს წონა რაც შეეხება კოკოლა ზეროს მე ლიჩნა უარყოფითად ვარ როგორი კუთხით ანუ კალორიებს რაღაცებს არ შეიცავს ბაზარი არ არის მაგრამ რატო არ მომწონს მე ეგ ხანგრძლივ პერსპექტივაში აი ეგ დამატკბობელი რომელზეც არის ფაქტიურად უზომოდ აფუჭებს კუჭნაწლავის ფაქტიურად მიკროფლორას აი ეგ არის რა კუჭისთვის არ არის სასარგებლო უბრალოდ პრო თორე კალორიების და კლების ვარიანტში ბაზარი არ არის თუ გაქვს რაღაცა heavy რაღაც ჰარდკორული კურსი გამოშრობის აღებული და რავი უხეშად 2 თვე უნდა გააწურინო და ეგ გშველის რომ არ დაარღვიო ფაქტიურად შეგიძლია რომ ახლა დღეში ახლა 300 მლ და 500 მლ თქვათ ნუ ეგ იქნება ზედა ვარიანტი რა даже აი ისე გააკეთო ხომ ერკვიაში 1 ან 2 თვე მაინც ჩაართო ანუ მე ვიტყვი როგორ სიტუაციას კაცი რომელსაც წლების წინ თქვათ აი 15 წლის წინ ხონა მაგარი პრობლემები კურსზე იმიტომ რომ ისევ და ისევ უცოდინრობიდან გამომდინარე ეს სპეციალებს ვსვავდი ხომ მუზმუს კურსზე C ვიტამინთან ერთად ვითომ მაგარი ათვისება ვიღაცა მითხრა იქ დარბაში ვიღაც კაჩუკმა და ვიცი რომ კუჭნაწლს უნდა მაგარი მოფრთხილება, იმიტომ რომ აი თუ მეკ სისტემა აირია, აი просто პიზდეცია რა. იმენა და ამიტომ შეგიძლია კლების პონჩი რაღაც ხელს არ შეგიშლის, მაგრამ აფუჭებს კუჭნაწლს, რაც შენ თვითონ გადაწყვეტს, ნო. მოდი უცებ ბარემ ვიტყვი ფაქტიურად, ზაღლუკა თემო
დემირი 15-16 გიო გამარჯობა. რა შემთხვევაში შეიძლება ვარჩიო ტიპამორელინი და CGC 12-95 ვით და აქ, ანუ ეს ბაზარი არის ტაქს ზდის ჰორმონის ინფუზიას. ვიტყვი როგორ ნიუანს ფაქტი. პირველი ორი შეს ტიპამორელინი და CG ეგენი უფრო აქტიურებენ შენს ენდოგენულ სანდოთორცდები. შენს ჰიპოფიზზე მოქმედებენ ეგენი და ნიუანსი კიდე ის აქვს, რომ შედარებით ნაკლებად აყენებენ წყალს. აი ეგ ნიუანსი აქვს რა და დანარჩენი ხარ როგორი სიტუაცია ყოველს აი ნებისმიერი რაც შეეხება თქვა ზდის ჰორმონის სეკრეტოგოგებზე თუ მივა საუბარი მაგაზე ჰიპოფიზის რეაქცია ყოველს აქვს ინდივიდუალური ვიღაცას ნორმალურად უწევს ვიღაცას ნორმალურად აქვს იდეალური აქვს ზოგს კონვერსია IGF-ს აქვს იმ მნიშვნელობა როგორი კონვერსია ხდება ამიტომ ესეთი თემა არის რომ პირველი ორი რაც არის ფაქტიურად ეგ არის უფრო აი თუ ხარ ასაკით პატარა და შენი ჰიპოფიზი ნორმალურად მზობიარია კაი ნორმალურ შედეგს მოგცემს. ოღონდ ეგენ მიიღო ხანგრძლივ პერსპექტივაში და პლუს ეგენი ღირს დოხუია. ორივე ერთად რო დაითრიო, აი რასაც უწერ კლასიკურ გუგლშიაც წერია და რასაც კიდე ზოგი ხა ყოველი მეორე ხა რო იხედება იმ ჩატში და ჩატო გონია თუ ყველაფერს მწოდნი არის, ეგ არის ყველაზე დიდი ზაბლუჟდენი, ანუ ბევრს გონია რომ ჩატი ფარმაკოლოგიის თემებში რაღაცებში გარტყმაში არ არის სვეტში გეუნებით რა ისეთ რაღაცებს ბუდავს ხან რომ იმტკიცებდა ეხლა ხანს რომ ბოლდენონი გინდა თუ არა არომატიზირდება და აზრი არა აქვს. ამიტომ დოზები უნდა იყოს სვეტში ბევრი პირველის რომ ნორმალური შედეგი მოგცეს და ზის ჰორმონი უკვე ფაქტობრივად ეგრევე მზას 91 ამინომჟავას იღებს. თუ ასაკობრივი ვარიანტი არის ალბათ ზის ჰორმონი თუ თქვათ ახალგაზრდა ხარ და ექსპერიმენტი გინდა რაღაც გარკვეული შეგიძლიათ თავისუფლად გააკეთო პირველი ორის ცოტა მშრალად წამოხვალ რა წყალს იმდენად არ შეიკავებს. მოდი ამასაც ვპასუხებ ბარემ ზაღლუკა ლუნი პაპავა გიო ვინც ყოველ მესამე დღეს ვარცმენაში 24 საათ რამე რჩევა მოგვეცი. რამდენად დიდ ზიანს ვაყენებთ ჩვენ თავს. ასეთ სამსახურში მაქსიმუმი რამდენი ხანი უნდა გავჩერდეთ. ბრო როგორი სიტუაცია არის საერთოდ. რაღაც სტატიას კითხულობდი, ვისაც ხშირი გამისთევები უწევს თქვა თან დღე გამოშვებით ამ სამ დღეში ერთხელ არ მინახე ხა შეგაშინო და რაღაც მაგრამ საერთოდ სიუწყის რაღაც გარკვეულ პროცენტულობას დაჟე ავიწროებს ესე თქვა შეიძლება რა. პატარავებს ცხოვრებას მსგავსი რაღაც რეჟიმი, მიკროფიზიოლოგიას მაინც ვერ წაუღალებ. მაგრამ ახსენ როგორ ნიუანსი, ორგანიზმი მაინც ისეთი რაღაცა არის ჩვენი, რომ ყველაფრისთვის ადაპტირდებით, ეგ ერთი. მე ალბათ ვიზავდი როგორ სიტუაციას. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე კაი მეგობარი სვეტში იქნებოდა გლიცინი ეგეთ სიტუაციაში. მეორე დღეს რომ გამოვიდოდი სმენიდან, აი უეჭველი კომპენსაციას გავაკეთებდი ნორმალურად ძილით და შევესწრებოდი რა იმ სმენიდან რომ გამოვედი თქვათ, დავიძინო თქვათ უეჭველი შუა დღესაც თქვათ, აი რომ გამოვალ, კაი ხანი გამოვიძინო და საღამოს კიდე უეჭველი დავწვი ადრე. დაჟე შეიძლება მეხმარა თქვათ კომბინაცია თქვათ, passion flower ვარი, მაგალითად, დაჟე შეიძლება ფენიბუტი, დაჟე შეიძლება ცოტა მელატონინი და დიდი რაოდენობით რა თქმა უნდა მაგნეზიუმი. მაგას დავლებდი ცოტა ადრე უფრო. კომპენსაცია უნდა გააკეთოთ უბრალოდ მაგძილის რა. ანუ თუ თქვა უხეშად დაგაკეთე 8 საათი, გადაანაწილო და იქნება აი შუა დღეს მაინც დაიძინო 3-4 საათი, 5 საათი და მეორე დღეს იმ დღეს რომ იგივე საღამოს ბუნებრივი რაღაცა სცენარიულებით დალიო და გამოიძინო კიდე. ეგ არის. და რაც შეიძლება ყველაზე კაი რაც ახლა ნერვულ სისტემას დაარტყავს ეგენი, რაღაც გარკვეული ისეთი პეპტიდური ან თქვათ რაცეტამების რამე ჯგუფი შეიძლება. მე მაგალითად გირჩევდი სვეტში ნოოპერც, ანირაცეტამს, შეიძლება დაჟე ხანდახან ციკლება C-max-იც მიიღო და ყველაფერი იქნება ბოლემენე ნორმალურად რა. აი ეგ ვარიანტი იქნება ყველაზე ოპტიმალური. მოკლედ ბიჭები, ეგ არის ახალი ფაქტიურად პოდკასტი. რა ვიცი, ვისაც ჭირდება დახმარება რავი ნებისმიერ სფეროში. აქტიურად ვარ ჩართული სამუშაოს ვარიანტში, ვისაც გინდა თქვა რაღაც გარკვეული ისეთ დახურული ინფორმაცია და ჩემთან მეტი კონტაქტი, დახურული ჯგუფი მაქვს, Bro Science-ი. ეხლა ამის შემდეგ მომიწევს ხოლმე ესეთ კურტკაში ჯდომა, პალტოში შეიძლება ითქვას. რადგან უკვე მაგრად აცივდა, შევესწრები რომ არ ჩავაგდო გადაღებები, რა ვიცი, იქნება კვირაში ერთხელ მაინც ერთხელ 10 დღეში ერთხელ შევესწრები. Mystic Shop-იც ფაქტიურად რაღაც გარკვეული ნოოტროპები, მცენარეები, რაღაც გარკვეული, რა ვიცი, საპლემენტები გვაქვს. შეგიძლიათ მეც მომწეროთ. ყველა ბიჭები იყავით ჯანზე და ყველას დროებით. ადიოს.